დაიჭერენ თუ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდ გავლენებზე საუბრის გამო თინა ხიდაშელს, გიორგი კანდელაკს, გუბა სანიკიძესა და გივი თარგამაძეს. ქართული ოსნების დეპუტატები ამ ადამიანების დასჯას და დაპატიმრებასაც ითხოვენ. პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც საქართველოს რეპუტაციას ულახავს, ამბობს ოცნების პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ლევან მაჭავარიანი. გამოძიება საბოტაჟის მუხლით აღზრული ოლიგარქის პარტია განსაკუთრებულად იმ სამეცნიერო ნაშრომმა კვლევამ გააღიზიანა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმა ზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენასა და ინფრასტრუქტურას საქართველოში. ამავე კვლევაში ნახსენებია ამერიკის მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფა საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში, რომელსაც განათლების სამინისტროს აკრედიტაცია არ გააჩნია. ნინი ბალანჩივაძე მუშაობს საქალაქო სასამართლოში, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა ხიდაშელისა და კანდელაკის გამოკითხვა. ნინი გისმენთ. თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში თინა ხიდაშელისა და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს ტერიტორია და ისინი ამ დროის განმავლობაში პასუხობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების კითხვებს. თინა ხიდაშელის შემთხვევაში ის გვეუბნება, რომ ძირითადად და პრინციპში მთავარი კითხვები იყო მის საჯარო ეთერთან დაკავშირებით, ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალს საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს წლების განმავლობაში და ეს ვერ იქნება უნივერსიტეტი, ვინაიდან ამ ფილიალს არ აქვს საერთოდ აკრედიტაცია. რაც შეეხება ირანის უნივერსიტეტს, ის სანქცირებული არის არაერთი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, სწორედ ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის. და თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სწორედ ამ ეთერთან დაკავშირებით და ამ საჯარო განცხადებიდან გამომდინარე ჰქონდათ მასთან მიმართებით კითხვები და ამბობს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც და თუ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება გიორგი კანდელაკს, მის შემთხვევაში საუბარი არის ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, სწორედ ამასთან მიმართებით ჰქონდათ გამომძიებლებს მის მიმართ კითხვები, თუმცა ის ამბობს, რომ ეს ანგარიში, ეს დოკუმენტი არის საჯარო, შესაბამისად ამის მიღმა რატომ დასჭირდა გამოძიებას დამატებით მისი გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მისთვის არის გაუგებარი. ერთადერთი რაზეც ის აქცენტს აკეთებს, არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს ზოგადად როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში თავდაცვის უნარიანობა იმ გამოწვევების ფონზე და იმ საომარი მოქმედებების ფონზე, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. მათ განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იყო რა აინტერესებდათ, ამიტომ იმისგან განსხვავებულს ვერაფერს ვერ გეტყვით. ინგასთან ეთერში ჩემი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებული ეს კითხვები ძირითადად ამ თემაზე. ძირითადად არა, მხოლოდ ამ თემაზე იყო. ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, თუ კი ასეთი არსებობს საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი, მე ვარ კერძო პირი, რომელსაც წვდომა მაქვს მხოლოდ ინფორმაციაზე, რომელიც არის საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი. იმედი დავიტოვოთ იმის მიუხედავად, ჩვენ რა გვგონია აქამდე რა უნდა სწოდნოდა ან არ უნდა სწოდნოდა, რომ ეხლა ფუნდამენტურად შეისწავლიან ამ საკითხს და ან აღმოჩნდება პრობლემა, ან არ აღმოჩნდება პრობლემა და ყველა ვიქნებით ამ ტიპის ფაქტია, რომ პრობლემაა. საქართველოს აქვს დიდი პრობლემა. ეს პრობლემა უბრალოდ ახლა უფრო ხილული გახდა, მაგრამ ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო, როცა ეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც არის ტერორიზმის გამო სანქცირებული. მაგალითად, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში მუშაობს ხალხი, ვინც ინტერპოლის ცირკულარზე არიან, საქართველოში არა, ირანში ოღონდ. მაგრამ აქედან ხომ მიდიან სტუდენტები იქ. მე რას სწავლობენ, რას უდებენ თავში ამ ადამიანებს, ხო? უდებენ, ვიცით, რაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებული პოლიტიკა, იმას უდებენ. ამ კვლევაში და სხვა კვლევებში რაც არის ფაქტები, ყველაფერი საჯაროდ არის ცნობილი. როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ აქვს დრო ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის და მათ სხვა რაღაცები მიაჩნიათ საფრთხე და ეს არის თავისთავად პრობლემა და საფრთხე. გუბა სანიკიძე, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ეს არის იმ პირთა ჩამონათვალი, რომლითაც დაინტერესებული არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაიწყო უწყებამ 319 მუხზე არის საუბარი, რაც გულისხმობს უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. 3 მათგანი უკვე გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც შეეხება გივი თარგამაძეს, პოლიტიკოსის საჯარო პოზიცია უკვე ჩვენ ნახეთ, ის ქვეყანაში ამ მომენტში არ იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ დაბრუნდება ქვეყანაში და შემდგომ უკვე გამოძიებას შემდგომ უკვე გამოიკითხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.